ასაკ შეხედეთ რაც 7-8 წლის ბავშვები არიან. იმას აეშინია ალბათ ყველა, მაგიტომ ვიზახი რომ მასთან საუბარია. ჩვენ ვესაუბრებით, რამდენჯერ გქონდეს ისე. და აი თავის ეს საინტერესო თავის ცხოვრებას რა აქვს სახში, როგორ უჩინს, და უბედურება აქვს მის თავზე და ამას განსაკუთრებული ეს მე უკვე საგანგაშოა ისე. რომ ამ კონტინგენტს ჩვენ მე გავაწლებით და მივიღებთ სრულიად ჩამოუყალიბებას. ცოტა სხვა მიმართულების მქონე ბავშვებს მივიღებთ. ეს უკვე მომავალი თაობაა. კორელის სამართალდამცავები თვლიან, რომ ბავშვებსა და პოლიციას შორის შეხების წერტილი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა არსებობდეს. არასრულწლოვანთა შორის მუშაობას ყველაზე ბოლო კატეგორია უნდა ჰქონდეს პოლიცია. პოლიციის კარებს რო შემოაგებს არასრულწლოვანი, ის უკვე სხვანაირად არის ჩამოყალიბებული. ჩვენ სულ თითებზე ჩამოსათვლელი მუშაკები გვყავს და რა უნდა გავაკეთოს? მხარეში სულ მთლიანად აღებულმა 14-მა არასრულწლოვანთა საქმეების ინსპექტორმა. მთლიანად მხარეში. ბავშვი აღზრდა ცოტა ფაქიზეა და აქ პოლიციის ჩვენ არა გვაქვს ისეთი ასე ვთქვათ მექანიზმი, რომ მასთან ასე ვიმუშაოთ. მაინც ბავშვის შეგნებაში პოლიციელი მაინც ეს არის ცოტა ადმინისტრირებული ამ ორგანოს წარმომადგენელი და ცოტა სხვანაირ ურთიერთობებს სახავს. არის შემთხვევები, როდესაც ბედის ანაბარა ქუჩაში მოხეტიალე ბავშვები კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელთა გავლენის ქვეშ ხდებიან. დაიხია უკან მშობლის პოზიციამ, სკოლის პოზიციამ, პედაგოგის პოზიციამ. აი ბავშვი თითქმის დარჩა ესე რაღაც გარემოში. აგერ შედეგი ახლა მაწანწალებით არის სავსე. მარტო მაწანწალებზე არ არის, ჩვენ გვაქვს ინფორმაციები არასრულოვანთა შორის პროსტიტუციაზე, არასრულოვანთა შორის ნარკომანიაზე, შემაშფოთებელი ინფორმაციებია. მაგრამ ამით როგორ შეიძლება 12 წლის ბავშვს მშობელი არ ატყობდეს რა მდგომარეობაში მიდის ის სახლში. ან სკოლაში ვერ ატყობდნენ ის რას აკეთებს. მეგონს რომ ბავშვი იქურდებს, იცით ეს ძნელია გასმა ოჯახს გადავხედავთ, გაჭირებული იცით ეს ძიმე ეკონომიკური მდგომარეობა არის. მაგრამ არც ის არის ახლა გამორიცხული, რომ ზოგი ვინმე ამაზე ხელს ითმობდეს და უკვე ორგანიზებული სახემის ამ ბავშვების მაწანწალობას რაღაც შეიძლება იდგეს სათავეში და აგერ ამათხოვრებს და მე ამ ფულის გაყოფა ხდება, მაგრამ ეს მაინც ისეთ პლანზე არ არის, ალბათ მეტი წილი ამ ბავშვები ჩვენ რა ინფორმაციებიც აქვს გადამოწმებულია, გაჭირებული ოჯახების წარმომადგენლებია, ზოგი ობოლიც არის და ასე თქვა ამითი ირჩენს თავს.